სურს ვაცნობოთ ქართული ფეხბურთის კომაგებსა და ფართო საზოგადოებას, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ახალი ინვესტორის ძიებასთან დაკავშირებით როგორც მოსალოდნელი იყო დადებითი გამოხმაურება მოხდა. ჩვენის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დინამოთი დაინტერესდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სურვილიც და შესაძლებლობაც, რათა კლუბს გვერდში ამოუდგეს. აღნიშნულია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში. ყველას გამოუჩნდა პატრონი. დინამო თბილისსაც სათანადო პატრონი უნდა გამოუჩნდეს. ჩვენი რესურსები გაგვაჩნია, ჩვენი თავის იმედი გაგვაჩნია და დინამო თბილისსაც რესურსი გააჩნია. რომან პიპიას გამოჩენამ ქართულ ფეხბურთში ბევრს, განსაკუთრებით კი დინამოს მრავალრიცხოვან გულშემატკივარს მისცა იმედის საფუძველი. პიპიამ გუნდი ყველა საჭირო პროცედურის გავლისა და დეტალის შეთანხმების შემდეგ ჩაიბარა. ჩაიბარა მაშინ, როცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უმძიმეს ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა. ჩაიბარა მაშინ, როცა დინამოს ინფრასტრუქტურა ფაქტიურად ხელახლა იყო გასაკეთებელი. ჩაიბარა მაშინ, როცა დინამოს ყველაზე მეტად უჭირდა. ყველამ კარგად იცის, რომ დინამოში ფული უნდა მოიტანო. ესე იგი კიდევ სადღაც უნდა მუშაობდე, რომ ეს ფული იშოვო, რომ მე დინამოში მოიტანო. და ასეთი პარადოქსია, რომ მე 80% დროს უთმობ დინამოს, იმიტომ რომ დღეს დინამო ფაქტიურად რასაც ქვია ინფრასტრუქტურა თავიდან დაიბადა. დაიბადა 1966 წლის 8 აპრილს გაგრაში. ჰყავს დედა და 4 ძმა, მეუღლე და 3 შვილი. აფხაზეთის ომის დაწყებამდე უკვე რუსეთში ცხოვრობდა. 1996 წელს დაასრულა მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტის ფილიალი სარატოვში. სარატოვის ეკონომიურ უნივერსიტეტში დაცული აქვს მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ეკონომიკის დარგში. ბიზნესი დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს 1987 წელს, თუმცა ბიზნეს ხელი სერიოზულად 90-იან წლებში მოჰკიდა და მისი საქმიანობა ძირითადად კვების პროდუქციის რეალიზებას ემსახურებოდა. ბიზნესში ყველაზე დიდი ნაბიჯი რომან პიპიამ 1996 წელს გადადგა, როცა სარატოვის ერთ-ერთი ალკოჰოლური გაერთიანების გენერალურ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ ხელი ხორბლის ბიზნეს მოჰკიდა და სხვებთან ერთად შექმნა ყველაზე დიდი აგრარული კომპანია იმ დროის რუსეთში. ამავე პერიოდში ჩაიბარა სარატოვის სოკოლი, გუნდი, რომელიც დაახლოებით 60 წელი ვერ ახერხებდა უმაღლეს ლიგაში ადგილის დამკვიდრებას. 3 წლიანი ძალისხმევის შემდეგ პიპიამ სოკოლი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. 2001 წლის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ სოკოლი პირველ ადგილზე იმყოფებოდა. 2001 წელს ოჯახი საფრანგეთში გადაიყვანა და შვილებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს. არის რუსთავის აზოტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზესტაფონის სფეროს ერთ-ერთი აქციონერი. რომან პიპია დინამოში სოლიდური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. გუნდში, რომელსაც დიდი ისტორია და დიდი ტრადიცია გააჩნია. მართალი გითხრათ, დიდი ხანი არც მიფიქრია. არ მიფიქრია საათი დღეც, უბრალოდ გადავწყვიტე ჩემში, რომ რატომ არა? აი მე თუ არა ვინ უნდა გააკეთოს ეს გასაკეთებელი საქმე. შეიძლება ახლა ჟღერს ესაც, მაგრამ მაშინ მე ასე დავუსვით ჩემ თავს. კითხვა, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი, მე რისი გაკეთება შემეძლო. და დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ის ვეტერანები, ის ხალხი, ვინც აქ მუშაობდა უკვე 40 წელი და თამაშობდა ფეხბურთს, ხედავენ, რომ აქ ნამდვილად გაკეთდა ისტორიული საქმე. საქმე, რომელიც წაადგება ქართულ ფეხბურთს პირველ რიგში და ჩვენ ქვეყანას.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს. სპორტ საზოგადოება დინამოს ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოაყალიბეს, რომელმაც ლეგენდარული ანდრო ჟორდანიას კაპიტნობით თავისი პირველი შეხვედრა 1926 წელს ბაქოელ თანაკლუბელებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ადამიანმა, რომლის სახელით მუდამ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მწვრთნელობა 1936 წელს დაიწყო და საყვარელ საქმეს 30 წელი ემსახურა. მისი ხელმძღვანელობით თბილისის დინამო 1946, 47 და 59 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 1946 და 60 წლებში თასის ფინალში გავიდა. იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. ანდრო ჟორდანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი იყო და ეს გახდათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იგი რამდენჯერმე გადაურჩა დაპატიმრებას. ამ ფაქტის გამო მის ცხოვრებას მუდმივად სდევდა ხელოვნურად შექმნილი უსიამოვნებები. ეს ისახებოდა მის სამწვრთნელო საქმიანობაზეც, რაც განაპირობებდა იმას, რომ ანდრო ჟორდანიას მუშაობის საშუალებას ბოლომდე არც ერთ კლუბში არ აცდიდნენ. ბატონი ანდრო, მე მითხრეს. ფეხბურთელებს ახალგაზრდებს როგორ არჩევდა. და რაიონებში მსაჯები ხომ მიდიოდნენ სამსაჯოდ. და მსაჯებს ეუნებოდა თურმე, რომ ვინმე ახალგაზრდა ფეხბურთელი თუ მოგეწონა, ჩაიწერე სახელი და გვარი. ალღო იშვიათად ღალატობდა. ჟორდანიას აღმოჩენილებმა დიდი, ზოგმა კი მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშეს. გივიჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთას ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, ზაურ კალოევი. 1961 წელს სოხუმში მურთას ხურცილავა დაიბარა. ეუბნებოდნენ ეს მოჭიდავე რადგინდა, რატომ ჩამოიყვანეო. ანდრო ჟორდანიას კი უთქვამს, თუ ფეხბურთს ვინმე ითამაშებს, ეს ითამაშებსო. დინამო თბილისი ყველასთვის იყო მიუწვდომელი. ასე იყო ეს ჩვენში. ეხლა მე რო გვარებს იქ ვიგებდი, შოთა იამანიძე, დათუნაშვილი, მესხი, იმას გვარებს რო ვიგებდი, კოტრიკაძე იმას, მე მეგონა რომ სხვა გვარები აქ არ შეიძლებოდა რომ სხვა გვარი ვინმე ყოფილიყო რა. მუდმივად მეგონა რომ ესენი უნდა ყოფილიყვნენ მაგ. და შენ რო დინამოში მოხდებოდი და ეს აზრადაც არ მოგსულია არასოდეს, რომ მე ასე ვიყავ. ანდრო ჟორდანიას სახელს უკავშირდება იმ გუნდის ისტორია, რომელიც იყო, არის და იქნება ქართული ფეხბურთის სახე. ეს სახელი იტევს ქართული ფეხბურთის ყველა დიდ გამარჯვებას და ყველა ქართველ ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელსაც სხვადასხვა დროს მოურგია დინამოს მაისურა. სახელოვანი მწვრთნელი 1974 წლის 25 აპრილს თბილისში გარდაიცვალა. თბილისის დინამოს საწვრთნელი ბაზა კი დღემდე ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს. ჯერ დავათვალიერე ეს ყველაფერი და მქონდა უკვე წარმოდგენა, რომ თუ მე ამას შევიძენ, ესე იგი ეს ყველაფერი თავიდან უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ასეთ ვითარებაში მე ვერ გავაგრძელებდი აქ მუშაობას. რაც აქ ვნახე. დინამოს დიღმის საწვრთნელი ბაზის არსებობის მანძილზე პირველად მოხდა ასეთი მასშტაბური რეკონსტრუქცია. რომან პიპიას დინამოში პრეზიდენტად მოსვლისთანავე სარემონტო სამუშაოები სწორედ აქ დაიწყო. ქვეყნის უმთავრესი გუნდის ბაზაზე, სადაც ფაქტიურად არანაირი პირობა აღარ არსებობდა ფეხბურთელის სათანადო დონეზე მოსამზადებლად. არადა ეს ის ადგილია, სადაც ფეხბურთელისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რათა მათ საწვრთნელ პროცესში ხელი არ შეეშალოდა, რაც მთავარია, მხოლოდ იმ საქმეზე იფიქრონ, რომელსაც ემსახურებიან. მიდრები იყო ძალიან მოუწესრიგებელი, მოულელი, იმ ხრივ რომ მოძველებული რა უფრო ზუსტად რო ვთქვა, ძველი სტანდარტებით. ამჟამად ერთი მიდორი დამთავრებული არის ბუნებრივი საფარით. თავისი, ესე იგი, საფარი, დრენაჟი და განათებით სტანდარტულ ზომებში
მეორე მიდორიც უკვე მის ბუნებრივი საფარით აგერ უკვე დაფენილია, მაგრამ დარჩა მასი შემოღობა და აქსესუარებით აღჭურვა. სულ სამი ტიპის სპორტული ბალახი არის. ერთ-ერთია კენტუკი ბლუგრასი, მეორე არის რეიგრასი და მესამეა თოლფესკი. ჩვენი ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან გამომდინარე. ჩვენ ვართ ყველაზე რთულ ზონაში, რომელსაც მიესადაგება ეს კენტუკი ბლუგრასი. მოსავლელად ზოგადად ყველაზე ძნელი მოსავლელი არის, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ ყველაზე რთულ კლიმატურ პირობებში, მაინც აქცენტი გავაკეთოთ კენტუკი ბლუგრასზე. შესაბამისად, სტადიონის დირექციასთან და საფეხბურთო კლუბ დინამოს დირექციასთან ერთად გავიარეთ ეს თემები და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ კენტუკი ბლუგრასზე გავჩერებულიყავთ. დინამოს ბაზაზე სწრაფი ტემპით მიმდინარე სამუშაოებიც მალე საბოლოოდ დასრულდება და გულშემატკივარიც ისეთ საწუხნო ბაზას იხილავს, როგორიც დიდი ტრადიციებისა და მაღალი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს უნდა ჰქონდეს. რამდენიმე ეტაპად დაყოფილი სარემონტო სამუშაოები გეგმის მიხედვით წარიმართა. პირველ ეტაპზე დაიგო საფარი და გაკეთდა საცხოვრებელი კორპუსი. დღეს დინამოელთა განკარგულებაში ორი ბუნებრივ საფარიანი და ერთი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურ საფარიანი მოედანია. მოეწყო საერთაშორისო ნორმების შესაბამისობაში სადრენაჟის სისტემა, მოეწყო სადრენაჟი ფენა, რომელიც არის საერთაშორისო ნორმების შესაბამისობაში გაკეთებული. დაგებული იქნა ხელოვნური საფარის ქვევით, უშუალოდ უკვე გერმანელი სპეციალისტების მიერ ელასტიკური ფენა, 2 სანტიმეტრი ნახევარი სისქის კაუჩუკის ფენა და შემდგომში გაკეთებული იქნა ხელოვნური საფარი, ხელოვნური ბალახი, რასაც უკვე თვალნათლივ ჩანს უკვე თქვენ წინაშე არის. სამუშაოებს ზედამხედველობას ეტაპობრივად უწევდა გერმანული კომპანიის პოლიტანის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ დროთა განმავლობაში და ამოწმდნენ შესრულებული სამუშაოების ხარისხს. 8 მეტრიანი შემოღობის ბადე იქნება მოედნის თავსა და ბოლოში. ხედავთ ჩვენ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებული უკვე ამისთვის და 4 მეტრიანი შემოღობა იქნება გაკეთებული მოედნის გვერდებზე. აგრეთვე თვითონ საფარს გააჩნია სერტიფიკატი, რომელიც შეესაბამება FIFA 2 ვარსკვლავს. არის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის, რაც კი დღესდღეობით იწარმოება მსოფლიოში და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამომავლოდ დაგეგმილი არის კორტების მოწყობა. უმაღლესი ხარისხის ინვენტარით აღიჭურვა სატრენაჟერო დარბაზი. გაკეთდა ახალი მცირე ზომის აუზი. საუნა და ექიმის კაბინეტი. ახალი აპარატურა დამონტაჟდა სამრეცხაოშიც. სრულად განახდა და გარემონტდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც უაღრესად დიდი სარემონტო სამუშაოები იქნა გაწეული. გამოიცვალა კომუნიკაციები, გარემონტდა ოფისი, სასადილო და თავიდან ბოლომდე განახდა და უმაღლეს დონეზე გაკეთდა ფეხბურთელების ოთახები. კლუბში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თბილისის დინამოში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. თუნდაც ის, რომ საავადმყოფო პირობები გაუმჯობესდა. ამაში ძალიან დიდი როლი შეიტანა იმან, რომ დაიგო ორი სრულფასოვანი მოედანი, სადაც ვარჯიში ერთი სიამოვნება, ასევე გარემონტდა ტრენაჟერები და გასახდელები. იქაც ყველაფერი ხუთიანზე არის გაკეთებული. რაც შეეხება ვარჯიშის შემდეგ დასვენებას, აუცილებელია, რომ ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელმა კარგად დაისვენოს და ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენი საცხოვრებელი ბაზა, რომელიც ფაქტობრივად 5 ვარსკვლავიან სასტუმროს დაემსგავს. აი თუნდაც ის, რომ ვარჯიშის შემდეგ ჩვენ აი ამ ოთახებში ვისვენებთ. ეს არის ჩვენი დასასვენებელი ოთახი. აქ არის საშხაპეები, კარგი საწოლები, ტელევიზორი, ინტერნეტი, Wi-Fi და რაც ერთ-ერთი კიდევ კარგი არის, რომ ყველა ოთახიდან კარგი ხედი ჩანს ჩვენ საავადმყოფო მოედანზე.
აქვე განთავსდება დუბლების საცხოვრებელი ადგილი, ექნება დუბლებს, აქ იქნება უშუალოდ დუბლების ცენტრიც. იმიტომ რომ მიმაჩნია დუბლები უნდა იყოს ძალიან ახლო პირველ გუნდთან და მწვრთნელს უნდა კონდეს მაგის საშუალება, რომ თუნდაც ვარჯიშის დროს 50 მეტრის გავლით ნახოს რა ხდება მეორე მოედანზე. ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება, რომ ეს ასე მოხდეს და იმედია დუბლების სახლიც უკვე გვექნება ამ ბაზაზე, სადღაც მარტის ბოლომდე უკვე ვიხილავთ მაგას. ახალი აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა სასადილო. გარემონტდა თავიდან ყველაფერი გამოიცვალა. დანადგარები გვაქვს ევროპული სტანდარტების საუკეთესო. თავისი გამწოვებით, ვენტილაციით, მაცივრებით, გაზქურა, ფეჩი, ყველაფერი ის რაც საჭიროა სასადილოსთვის და ჩვენი დინამოელებისთვის, ყველაფერი არის უმაღლეს დონეზე გაკეთებული. მენიუ დგება ექიმის მიერ და რასაც გვაბეტყვის ექიმი, რომ დღეს ეს უნდა მივცეთ კვება, ვაკეთებთ იმას, რასაც ვეუბნებიან და რასაც ექიმი დაგვთავს ნებას. სპორტსმენებისთვის ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს დიდი მნიშვნელობა მინიჭება სპორტულ კვებას, სპორტულ რაციონს, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთოდ ორგანიზმის ჩამოყალიბებაში, ამ მოზარდი ბავშვების ფეხბურთში პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმაშიც. ასე რომ ძალიან სათუთი საკითხი არის, ძალიან ინდივიდუალური შერჩევა უნდა თითოეულ ფეხბურთელისათვის ამ კვებას. ევროპაში ერთ-ერთი სერიოზული ბაზა გააკეთა ბატონმა ფიფიამ და ეს რავი მაგალითი უნდა იყოს ყველა გუნდისთვის, რომ ესეთი პირობები გაუკეთოს ფეხბურთელებს და რავი ფეხბურთელებმა უნდა დააფასონ ეს თანადგომა და ამ პრეზიდენტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის დინამოს წინსვლა ალბათ ძალიან დიდი სიხარული. მეორე ეტაპზე კი გაკეთდება კორტები 25 მეტრიანი აუზი და შადრევანი, რაც ბაზას კიდევ უფრო გაალამაზებს. თბილისის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე კლუბმა ბაზის გარე პერიმეტრის გალამაზებაც ითავა და სკვერის მოწყობაც დაასრულა. დინამოს აქვს მაგის პრეტენზია, რომ ასეთი ბაზა გქონდეს და ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს დარჩება ქვეყანას, ეს დარჩება დინამოს. იმის და მიუხედავად, რომ ეს დღეს ლაპარაკობენ ფიფიას საკუთრება, ეს ყველაფერი რჩება ქვეყანას, ეს მუშაობს ქვეყნის სახელზე, ეს მუშაობს ჩვენი ეროვნული ნაკრების ავტორიტეტზე და სახელზე და ასე შემდეგ. 1936 წელს თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. მთლიანობაში კი გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი კი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის დინამოსთან გამართა და შეხვედრა ფრედ 2-2 დაასრულა. 1937 წელს თბილისის დინამომ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი გამართა. საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. დინამომ ბასკებთან მატჩი თბილისში 24 ივლისს გამართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ქართველი და ბასკი ფეხბურთელების გზები კიდევ ერთხელ 2000 წელს გადაიკვეთა, როცა დინამოელები ყველაზე ახლოს იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან. 22 წლის ბიჭები ვიყავით, არც კი. და რა ვიცი, ყველაზე მთავარი იყო მან მოხვედრა ჩვენთვის და გასულა ლიგაში მოხვედრილიყავით. წვნელი ხურცილავა იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა ისე კარგად ითამაშეს, არასოდეს თბილისის დინამო ასე ახლოს არ ყოფილა. გამარჯვებასთან როგორც იყო ატლეტიკოს ბილბაოსთან. თქვენ იცით ახლა იქ ჩვენ აქ 2-1 მოვიგეთ ეს თამაში.
და შეიძლებოდა უფრო მეტი ანგარიშითაც მოგვეგო ეს თამაში და განმეორებითი თამაში მან ჩვენ 1-0 წავაგეთ, სადაც ასაგებიც არ იყო ეს თამაში. მით უმეტეს 10 კაცი თამაშობდით თითქმის 35-30 წუთი. მაშინ საჯმა არაფრის გულისთვის მუჯირი გაგვიგდო მოედნიდან. მაშინ კაი თაობა იყვნენ ხა ცკიტიშვილი, კიკნაძე, მუჯირი, ბევრი იყო, კაი ძალიან კაი თაობა იყო და ბილბაოსთან თამაშის დროს, რა ვიცი, აი აქ ისეთი მომენტები გქონდა, რომ გვინდოდა რომ ძალიან მოგვეგო ეს თამაში დიდი ანგარიშით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ იქ ძალიან ძლიერი გუნდი იყო ბილბაო და ძნელი თამაში გველოდა. მაშინ თბილისის ბილბაოს ატლეტიკი სტუმრობდა. მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით ახალგაზრდა დინამოელებმა საკუთარ სტადიონზე შტამბეშტავი მატჩი გამართეს და მეტოქის დამარცხება მოახერხეს. აი ახლა შეცდენ სტუმრები საფრთხო შეტევა დინამოელებისა შეიძლება ახლა ყველაფერი კარგად დამთავრდეს და თორი არის 1-0 ლევან ხომერიკი ანგარიში გაიხსნა წინ თბილისის დინამო. აი მახსოვს მომენტი მექნება აი კარებიდან 1-3 მეტრში გავცუ პატკაჩი შევაგდე თითქმის შეიძლება ითქვას გოლი და ისე გამიხარდა რომ მარცხენა მხარეს გავიკეცი და ისე გამოვხატე რომ ალბათ ცხოვრებაში არასოდეს არ მაქვს ეგრე გამოხატული გოლი და ლევან სკიტიშვილი 2-0 მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება ბილბაოს ატლეტიკმა მოიპოვა. 2000 წელს დინამომ ლიგის ფინალური ეტაპის საგზური თანასწორ ორთაბრძოლაში დათმო. თუმცა გუნდის ისტორიაში ხშირად ყოფილა, როცა დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას შეგნებულად ართმევდნენ. ამის ნათელი მაგალითი იყო 1953 წელი. Рижские динамовцы часто уступали в решающих матчах, иногда в этом им помогали сверху, но суть в ином. Создавалось впечатление, что эти артисты получали удовольствие просто от футбола, без медалей, без кубков. Они собирали полные трибуны и раздавали другим высшие титулы. იმ პერიოდში დინამოთა ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ გაიოშ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაბშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭყუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე. სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე დინამოს მრავალგზის რეკორდსმენია. ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის დინამოში 14 წელი თამაშობდა. საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და 127 голи გაიტანა. На московском стадионе «Динамо» переигрывается матч на футбольный кубок СССР. Московский «Спартак», Тбилисское «Динамо». 80 тысяч москвичей привлек этот интересный матч. 1953 წელს თბილისის დინამო ძალზე ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ მაშინდელ მთავრობაში ქართველთა გამარჯვება არავის უნდოდა. ამიტომაც დინამოელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ოქროს მედლები დააკარგინეს. საბოლოოდ გუნდი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი დაიწყო. 1954-დან 58 წლის ჩათვლით დინამო მე-7 ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებდა. ანალოგიური კრიზისი გუნდს ბევრჯერ შექმნია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მოხდა. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის დინამოს უახლესი ისტორია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ფოთის კოლხეთი 1913-დან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად თბილისელები 0-1 დამარცხდნენ. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ ჩემპიონატიც მოიგო. გუნდმა ტიტული მომდევნო 9 ჩემპიონატში შეინარჩუნა. მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია. 1992 წელს თბილისის დინამო პირველად დაეუფლა საქართველოს თასს. ფინალში თბილისელებმა სოხუმის ცხუნი დაამარცხეს. 1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი. ჩემპიონატიც მოიგო და თასიც.
მიუხედავად ასეთი წარმატებისა დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი. გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევრო ტურნირებზე პირველად გავიდა. 1993 წლის 18 აგვისტოს გაიმართა მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ლավ დინამოელთა შენილა თამაშობს. არველაძე დარწმუნა არის. საფასუხო შეხვედრა ბელფასტში ფრედ 1-1 დასრულდა. დინამოს დანიურ კოპენჰაგენთან გასამართი მატჩისთვის ემზადებოდა. უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა. ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა. დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი 2000 წელს ჩემპიონის ტიტული დათმო, რასაც თაობათაც სვლა მოხდა, ისევე როგორც 1958 წელს გუნდის ისტორიაში შექმნილი პირველი კრიზისის შემდეგ. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლოო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს. თბილისის დინამო იამანიძე, კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინგლიშვილი, გიორგი სიჭინავა, პარკაია, ცხოვრებოვი, დათუნაშვილი, მეტრეველი, მესხი. 1964 წელს დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება. გავრილ კაჩალინის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატში მოსკოვის ტორპედოსთან ერთად თანაბარ ქულებს აგროვებს. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. რამდენიმე დღეს ტაშკენტი ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა. ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულთა ისედაც დიდ ინტერესს ცეცხლი შეუკეთა საქართველოდან ჩამოსულმა ათასობით გულშემატკივარს. 10,000 იყო ჩამოსული. იქ კარგად დაახტონ ბილეთები მისცეს უზბეკელებმა კარგად დააბინავეს, ყველაფერი ისე კარგად იყვნენ ჩვენთან, რომ რა თქმა უნდა, იქ ფილიალი იყო ავტოზავოდის, ისინი ბალეთში ყოფდნენ ტორპედოს. დანარჩენი უზბეკები ჩვენ მხარეს იყვნენ. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიძრა სტადიონისაკენ გულშემატკივართა მრავალრიცხოვანი ლაშქარი. Скажите, пожалуйста, с каким счетом вы играете «Динамо»? Разумеется, что 3-1. Думаем так, что 3-1. Обязательно 3-1. Уверены, да? Уверенно выиграем. Сами терц მოვიგებთ აუცილებლად. პროგნოზები მრავლისმეტყველია, მაგრამ მარტო პროგნოზებით ოქროს მედლებს არ იძლევია. დღეს ოქროს მხოლოდ ის მოიხვეც, ვინც ამ უზარმაზარი სტადიონის ტრიბუნებზე თავშეყრილ 70,000 მაყურებელს უჩვენებს ლამაზ, აზრიან და ტემპერამენტიან თამაშს, ვინ დინამო უკვე მზადაა გადამწყვეტი ბრძოლისათვის. 64 წლის გამარჯვება თამაში ჩვენთვის იყო ის ბედნიერება, რომ ჩვენმა თაობა მოვესწარით იმას, რომ ჩვენ აი ამ ქართულ და ჩვენს ერსა და ჩვენს სამშობლო გავახარე, იმით რომელიც ელოდებოდა, რომ როდის გახდება თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გავხდით. საჯის ნიშანზე მოედანზე გამოდიან ჩემპიონობის პრეტენდენტები, თბილისის დინამო და მოსკოვის ტორპედო. გუნდები, რომელთაგან ერთ-ერთი ამ მოედანს უკვე ჩემპიონის ტიტულით დატოვებს. თამაშს თბილისელები დაიწყებენ. ანდრეიუკი ეხმარება თავდასხმელებს ჩააწოდა ბურთს საჯარი მოედნის ცენტრში, თავური ბურთი მოხვდა კარის ძელს, გამოვიდა საჯარი მოედნიდან და შემდეგ დამცველების ძლიერი დარტყმის შემდეგ განიმუხტა მდგომარეობა, თუმცა აქ დამცველთა დასახმარებლად მესხიც კი მოვიდა. ეს იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ მესხმა იცის, რომ ასეთ დროს დახმარებაა საჭირო დამცველებისა. დამთავრდა შეხვედრის პირველი ნახევარი. 0-0 ანგარიში არ აღჭანს, არ გაიხსნა, გუნდები მიდიან დასასვენებლად. მოსკოველები დაეუფლნენ გადასცეს შერბაკოვს, სრულ მოძრაობა, მოატყუა რეხვიაშვილი, გავიდა წინ, ზეინკლიშვილიც მოატყუა, დარტყმა არის. ასე იქნა დატანილი პირველი ბურთი თბილისელთა კარში. შემდეგ ლავ მოედნის ცენტრი თბილისელთა ნახევარი, შემდეგ მოსკოველთა ნახევარი, დარტყმა ძლიერი, დარტყმა საჭირო არა, დამცველებმა ლავ კუთხეზე გაიტანეს, ისევ დათუნაშვილი ემზადება, ნახოთ, დაარტყა, არის! ეგეთი თამაში სლავასი და ჯემალი ზენკლიშვილის მე არ მინახია, იმიტომ ამთებულები იყვნენ. ჩვენ როგორც სტატისტები ვიყავით მაშინ იმ პერიოდში ამ ორ კაცისთვის. ნუ რა თქმა უნდა, თან ვითამაშე ჟორა სიჯინავა, შოთა იამანიძე, მიშა მეცხვი, ილია დათუნაშვილი გმირი გახდა, ორი ბურთი შეაგროვა. ვაფშე ეგეთი რაღაც გააკეთა ილიამ, უდიდესი ფეხბურთელია რა და მე მოვიგეთ ეს თამაში. გვინდოდა და მოვიგეთ, ესე იყო. პაშასე დათუნაშვილი აწვის კუთხეს დააკვირდით, აჰა, დაარტყა ბურთი ჩაეშვა კაცში.
არავის არ შეხებია, შეეხო ხას უკან უკვე მე კარე შაპოვალენკოს. მაშ ასე დაიწყო მესამე ტაიმი, დამატებით მესამე ტაიმი. ანგარიშის შეხსენება არ გჭირდებათ. 1-1. ნახოთ, რას მოგვიტანს ეს დარჩენილი 30 წუთი. უხმა გადაინაცვლა მოედნის ცენტრში, მაგრამ მაინც აქეთ გამოდის მარცხენა ფრთაზე მესხთან. მესმა მიიღო ბურთი, შემოდის აქეთ გადმოაწოდა დათუნაშვილი უახლოვდება დარტყმა. არის! 2-1 წინ თბილისის დამოელები არიან. ხარებული ფეხბურთელები შემოერთმიან დათუნაშვილს და უოცავენ მას კატანიურ გოლს. ბურთს უკვე დაეუფლა მიხეილ მესხი, შევიდა საჯარო მოედანზე. დარტყმა! არის! ეს მომენტიც გავიმეოროთ. აი, ანდრეიუკის შეცდომა, მესხის დარტყმა, მესამე ბურთი მოსკოველთა კარში. 3-1. დინამოელები ზეიმობენ. იწყება მეოთხე ტაიმი. ახლა თბილისელთა კაპიტანი იწყებს მოედნის შუაგულიდან თბილისელთა შეტევის ორგანიზებას მიიწევს. წინ კიდევ უფრო წინ გადასცა მესხმა მიიღო ბურთი, შევიდა კიდევ თითქოს საჯარო მოედანზე და ჩაწოდა იქ რა არის ოქროთოლა სარაევი ხელით შეეხო ბურთს. 11 მეტრიანი საჯარო დარტყმა უხამს მეტრეველი დარტყმა არის! 4-1 ბედი ავანდელი შეფედრისა რა თქმა უნდა გადაწყდა. ჩვენ მაშინ რომ გავსული ვიყავით ევროპაში, იყო ეგეთი ჟურნალისტი ანრი ფრანგული, უნახია ჩვენთან თქვა რომ დინამო თბილისი რომ გასული იყო 65 წელში ევროპაში, გეგემონია ესპანეთის და იტალიის ფეხბურთი გათავდებოდა. მაგრამ ჩვენ არ გამიშვეს. მაინც ბოლომდე დაგჭაგრეს, არა. რომ დამთავრდა თამაში, თამაშის შემდეგ პირდაპირ სპეცრეისი იყო რაღაც დანიშნული და პირდაპირ ჩამოფრინდით. ღამის 2 საათი იყო თბილისში და მთელი ქალაქი თბილისი აეროპორტში იყო მოსული. აი მთელი აეროპორტში, აი ესე იგი რომ თავდება აეროპორტში რომ მიდიხარ და რომ თავდება корпуსები, აი სერცაცხოვრელების, მე ხო მთელი აი იმის შემდეგ მანქანები აღარ მიდიოდა უკვე. მთელი ქალაქი იყო ჩამოსული აეროპორტში რომ დაგხვედროდა ჩვენ და მოვფერებოდა და მოელოცა ჩვენთვის. აი ესე დიდი სიხარული იყო მაშინ. გამარჯვება, რომელსაც 25 წელი ელოდნენ თბილისის დინამოელები, ელოდნენ გულშემატკივრები. პასუხისგებლობა იყო უზარმაზარი, რა თქმა უნდა. მაგრამ არ მიფიქრია ბევრი. იმიტომ რომ მე პრინციპში მაქსიმალისტი ვარ, ჩემი პრინციპები და ცხოვრების წესი. თუ მოვკიდე ხელი, ვიცი რომ ის უნდა მივიყვანო ლოგიკურ მნიშვნელოვან წერტილამდე და რომ თქვათ, რომ აი რას ფიქრობდი, ახლა მეუნებიან, რა გინდა, როდის იქნება ეს ევროპა, თასები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ჯერ უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ მე მივახციოთ მიზნებს. დინამო იყო კლუბი, რომლის ღირსებასაც იცავდნენ ლეგენდარული ფეხბურთელები. იყო წლები, როდესაც დინამოს მაისურით ისეთი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ, რომელთაგან ერთი კონკრეტული გვარის გამოყოფა ძალიან რთული იყო. ამიტომაც არასოდეს წყდებოდა გულშემატკივრებში დავა და კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო სხვადასხვა წლებში გუნდის ნამდვილი ლიდერი. ამ გუნდის ღირსებას ისეთი ფეხბურთელიც იცავდა, რომელსაც თამაშის ნაცვლად ვიოლინოზე დაკვრა ურჩიეს. დაუკრა კიდეც. დაუკრა და თანაც ისე, რომ წლების მანძილზე დინამოელთა პირველი მევიოლინე და გულშემატკივართა კერპი გახდა. კაცი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობდა და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისა და დამსახურებული ტაშის გამო თამაშობდა.
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი დაინიშნა. კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დინამოს ყველაზე წარმატებული პერიოდი. ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს დინამო ჩემპიონის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება და რაც თავარია ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის თასს იგებს. 1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა 3-0 დაამარცხეს წინა გათამაშების გამარჯვებული ერევნის არარატი. დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძისა და რევას ჩელებაძის გოლებმა დინამოს პირველად არგუნა ბროლის თასი. ერევნის არარატი მაშინ მართლა მაგარი გუნდი იყო, ახალგაზრდები ჩვენი თაობა იყო, მაღალი დონის ფეხბურთელები იყვნენ. სხვათა შორის მაგა თავის დროზე აი იმ შემადგენლობამ ბავარია დაამარცხა, ბეკენბაუერი, მიულერები და რუმენიგეები და ეგენი ყველა თამაშობდნენ და 1-0 მოუგეს ერევანში და მიუნხენში წააგეს 2-0. მოკლედ მაგარი გუნდი იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ძლიერი გუნდად ითვლებოდა, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდექით მაშინ. საერთოდ ჩვენ უფრო მეტი მოგებები გვაქვს ერევნის არარატთან და დავინა რომ დავიწყეთ ერევნის არარატმა ისე წარეთ შემოგვიწია მესამე წუთზე კინაღამ გოლი გაგვიტანეს შტანგას მოვატყეს ჩვენთან გადავჭით მაგრამ შემდეგ ნელა-ნელა ავიღეთ თამაში სადავები ხელში და მეთოდურად შეუტია და 3-0 უპრობლემოდ მოუგეთ რა უპრობლემოდ მოუგეთ არ ქონდა ჩანსი 1977 წელს თბილისის დინამო ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს. გუნდი ვიცე-ჩემპიონია. 1978 წელს კი დინამო მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინახდა. ბოლო ორი თამაში ჩვენ მოგვიწვია ყინვაში თამაშმა. გასვლაზე იყო საერთოდ რომ გეგმავდნენ არა საბჭოთა კავშირის სპარტაკი იმას ჩემპიონატებს. ჩვენ ყოველთვის ბოლო ორი თამაში ან ძალიან ადრე კიდე გვიწევდა რუსეთში საშინელ ყინვებში და სიცივეებში თამაში და ხშირად გვითამაშენ 18-20 გრადუს 25 გრადუს ყინვაში და აი 78 წელს ბოლო ორი თამაში გასვლაზე ქონდა ზენიტთან იქაც სულ გაყინული იყო ყველაფერი და მეორე იყო ლოკომოტივთან მოსკოვში იქაც სიცივე მაგრამ ამ ორ თამაშიდან ერთი ქულა ავიღეთ ერთი ქულა გჭირდებოდა რომ ჩემპიონი გამختارიყავით 79-ში ისო ფინალში გავედით. კარგად მახსოვს, იყო იმ წელს ხალთა სპარტაკიადა და იმ სპარტაკიადაზე ერთი თვე ვიყავით თითქოს მოსკოვში და ფინალში მოსკოვის ნაკრებთან წავაგეთ 2-1. ერთ კვირაში შემდეგ ისე ფინალი იყო. ისე მოსკოვის დინამოსთან ჰქონდა თამაში და ნუ დამატებითი დროს დამთავრდა 0-0 და შემდეგ დაინიშნა პენლები. წარმოიდგინეთ, რომ მე დათო ყიფიანი, იმადგან მაქსიმოვიკოვი, მახავიკოვი და ვალერი გაზაევმა ესეთმა ხალხმა არ გაიტანა პენალტი, სადაც პრინციპში ალბათ სხვა თამაში ყველა პენალს გაიტანდა, მაგრამ აი ეს იყო ეს დასტური, რომ მართლა ძალიან ნერვიული თამაში იყო. მე მესამე პენალს დარტყმა ეხლა ფაქტიურად მე მომიწია დარტყმა და ვერ შემეგდო, უკვე თასი წაღებული ქონდა, ამდენ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა და მე საბედნიეროდ შევაგდე და შემდეგ ოთარი მაიღო ორი ბურთი და აი ბოლოს კიდევ ჩვენ მოუთარმა დაუვიწყარი პენალი აუღო ვალერი გაზაევი და მეორედ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის თასი. გაზაევი და ოთარ გაბელია. მე არ მეველოდობდი რომ თქვა ფინალში მოსკოვის დინამოსთან მე მომიწევდა თამაში და ღამე ერთად რო ვიჯექით სანამ ძილის დრო მოვიდო და მანამდე დარეკა ბატონმა ნოდარიმ და მიკითხა რა შვებით და მე მზადებით ხვალინდელ თამაშზე მე და ხვალ კარებში უნდა დადგებო მითხრა. გადამეკედა ჭკუა და ეს ბიჭები ყველა გავუშვი თავიანთ ოთახებში და მე და ნოდარ ხიზანიშვილი ერთ ნომერში ცხოვრობდით და ღამე 3 საათამდე მაინც ვერ დავიძინე. და მეორე დღეს იგივე ჩემ თავს უთხარი რომ ან იქნები ნორმალურად წავა ჩემი საქმე თქვა თბილისის დინამოში და ძირითადში დავიმკვიდრებ ადგილს ან და ალბათ მომიწევს კიდე დამტკიცება და ამ თვით შეგნებით რომ ჩემ თავს ჩაუნერგე რომ ესე რომ არავით არის ზედმეტი ემოციები და ნერვიულობა თავისთავად იყო მაგრამ ეს გასახდელია გამოსვლის მერე ეს ნერვიულობა უკვე როცა გააკეთებ მოთელვას უკვე გვერდზე დარჩა და ნუ ოდნავ ნერვიულობა მაინც იყო თამაშის მცდელობაში ამიტომ რომ
ცოტა რო არ ენერგულო შეიძლება კიდევაც არ წაგივიდეს თამაში რა. გამორბენი დარტყმა. საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლნენ თბილისის დინამოელები. მატჩის გმირი ოთარ გაბელია 7-დან 3-11 მეტრიანი მოიგერია ოთარ გაბელიამ და გუნდს ნანატრი თასიდან გამარჯვება მოუპარა. ანუჩარ მაჩაიძე, ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ნუკრი კაკივაშვილი, ვიტალი დარასელია, ვახტანგ კორიძე, ვლადიმერ გუცაელი, ბოჩა მაჩაიძე, რამას შენგელია და დავით ხიფიანი. ურვალეთ მიეგება თბილისელი მაყურებელი თასის მფლობელებს. ეს იყო დინამოს აღმავლობის პერიოდი, როდესაც გუნდისთვის არ არსებობდა დაუძლეველი ბარიერი. პერიოდი, როდესაც ახალკაცის ხელმძღვანელობით შექმნილი იდეალური შემადგენლობა იგებდა ყველაფერს და იგებდა განურჩევლად ყველასთან. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ლივერპულიც. ნოდარ ახალკაცი იყო თვითონ შემოქმედი კაცი იყო და ფსიქოლოგიც იყო, აი ისეთ დროს ისეთ რაღაცებს გვეტყოდა იმ დროს და იმ მომენტში, რომ აი საჭირო იყო გამიგე და ეს მწვრთნელის ძალიან დიდი ის არის რა, დადებითი თვისება, რომ აი როგორ მიგიყვანოს აი ამ რომელიმე თამაშამდე. და აი ლივერპულთან თითქმის ისე ვიყავით, აი მომზადებული ფსიქოლოგიურად ყველაფერი ამ ბატონოდარიდან აი ესეთი ესე რომ ვთქვათ დაგეშილები რა, რომ აი ესე იგი უნდა გავიმარჯვოთ, რაღაც აი ესეთი ვქონდა შენთებული რა და ამას მემზადებოდით, ამის ფიქრის გარდა მე მგონი არც ერთ ფეხბურთელს სხვა აზრი არ ქონია. თბილისელები ათამაშებენ ბურთს, ამის ნახევარზე პეპიანი წულაია. წულაია წავიდა და ცენტრალური ხაზი კიდევ მიიწევს წინ, ასე შეიძლება გადაცემა არა, თვითონ ამბობ. მაშინ კიდევ უფრო წინ ჯამა შენგელია დარტყმა. 2-0 თბილისის დინამოს ასაღი. მაყურებლის ფაქტორი ძალიან დიდია ამ დროს. მაყურებლის ფაქტორი სავსე სტადიონი რო არის, ამხელა გვერდში დგომა, ამხელა შეძახილი და აი ესეთი ხარდაჭერას როგძნობს ფეხბურთელი, ну რა თქმა უნდა ეს ნახევარი თითქმის გულშემატკივარის ის არის დამსახურება. ლივერპულთან გამართულ შეხვედრაში დინამოელთა მიერ მიღწეულ ბრწყინვალე გამარჯვებას თვალს გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა 110,000 კომაგი ადევნებდა. ყველა დინამოელი ვინც არის დამსახურებული, ვეტერანი აუცილებლად ექნება თავისი ვარსკვლავი დინამოზე. მე ვფიქრობ, რომ დინამოს არენა უნდა იყოს ყველა განთქმული დინამოელისთვის. ყველა განთქმული ვეტერანი აუცილებლად იქ იქნება და ის ვეტერანებიც, ვინც უკვე არ აყვავს და ის ვეტერანებიც ღმერთმა დიდხანს აცხოვროს, აცოცხლოს, ვინც ცოცხალია დღეს, თავისი ვარსკვლავით იქნება წარდგენილი. დინამოს სტადიონი 1932-35 წლებში დაპროექტა და აშენდა არჩილ ქურდიანის მიერ. იგი 23,000 გულშემატკივარს იტევდა. 1956 წელს არჩილ ქურდიანისავე ავტორობით მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია და დამატებული იქნა ლითონის კონსტრუქციები, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობა 36,000-მდე გაზრდილიყო. 1976 წლის 26 სექტემბერს თბილისის დინამოს სტადიონის გახსნა ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა. აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც 78,000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და UEFA-ს ყველა მოთხოვნას პასუხობდა. სტადიონზე პირველი ოფიციალური მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. ეს გახდათ UEFA-ს თასზე ჩატარებული შეხვედრა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ სიტის გუნდებს შორის, რომელიც დინამოს გამარჯვებით 3-0 დასრულდა. 1995 წელს სტადიონს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი დაერქვა. მაქვს ასეთი სურვილი, რომ
გაკეთდეს მუზეუმი, დინამოს მუზეუმი, რომელიც მე ვფიქრობ აუცილებელიც არის, როგორც ასეთ კლუბს, როგორც დინამოა კონდეს და მნიშვნელოვანიც, რომ ახალგაზრდებმა ძალიან ხშირად ნახონ და გაიგონ რა იყო საერთოდ დინამო და ნახონ ის ნივთები და სურათები, რაც იქ მოგროვდება იქ ძალიან დიდი კოლექცია არსებობს, ამიტომ უკვე არის მთელი რიგი მასალა, რომ დავიწყოთ ამ მუზეის ფიქრი. 2006 წლის აპრილში ეროვნულ სტადიონს რეკონსტრუქცია კვლავ გაუკეთეს. ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების შემდეგ მისი ტევადობა 55,000-მდე შემცირდა. თბილისის მერიასა და საფეხბურთო კლუბს შორის 59 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც სტადიონის ახალი მმართველი ვალდებულია განახორციელოს დიდძალი ინვესტიცია. მემორანდუმი ითვალისწინებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მოვლა პატრონობას და რეკონსტრუქციას, სტადიონის მწვანე საფარის შეცვლას, ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელებას, მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სტადიონის პროფილის შენარჩუნებას. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის UEFA-სა და FIFA-ს საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რათა სტადიონი საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩებისთვის მუდმივად მზად იყოს. დინამო არენაზე ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის კომერციული ცენტრი გაკეთდება. ეს გააცოცხლებს დინამოს სტადიონს პირდაპირ მნიშვნელობით. ხელშეკრულების თანახმად სტადიონს 49 წლის მანძილზე პროფილი სრულად შეუნარჩუნდება. 25 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ეროვნულ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მალევე დაიწყო. არსებული პრობლემებიდან პირველი და მთავარი მინდვრის საფარის გამოცვლა იყო. ბალახის ჯიშს საერთოდ ეძახიან კენტუკი ბლუგრას. ესე ქვია, მაგრამ თვითონ ჯიში არის პუა პროტენსის. ამის უპირატესობა რა არის, რომ ამ ბალახის ჯიშს უნარი აქვს თვითგამრავლების, რაც ბევრს არა აქვს ეს საშუალება. უბრალოდ ზოგადად ითვლება ძვირიანიმად, იმიტომ რომ ამას სჭირდება დაახლოებით წელიწადნახევარი, 2 წელი სადღაც სხვა ადგილას მოვლა და განვითარება, რომ შემდეგ ეს გამოყენებული იქნას უკვე მინდვრის საფარისთვის. ჩვენ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და ამ იმას მივაგენით, უკრაინაში არის ერთი დიდი მეურნეობა, მათგან შევიძინეთ. ეს იმიტომ არის რატო ვიძახი რომ იშვიათობა, იმიტომ როგორც წესი ხდება შერევა რამოდენიმე ბალახის ჯიშის, უფრო სწრაფად ზდადი, მაგრამ ასევე სწრაფად გაფუჭებადის, ასე ვთქვათ. როგორც წესი ხდება რაიგრასი, ეს ცნობილი სპორტული ბალახის ჯიში არის, რომელიც ერევა ამას, ასე ვთქვათ, შერევა ხდება და ასე, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, ეს არის 100%-იანი პუა და შემდგომ უკვე ამის მოვლა პატრონობას მოვახახდენ და შეთესვას და ასე შემდეგ განვახორციელებთ რაიგრასის მეშვეობით. მოკლედ რომ იმას ვქნათ, ასე ვთქვათ, შესყიდული იქნა ეს ბალახი, მთლიანად მოიხსნა ის ზედაფენა, რომელიც საკმაოდ ცუდი იყო და არ შეესაბამებოდა სტანდარტებს არანაირად და ამიტომაც იქნებოდა ძალიან ხშირად პრობლემები, ხშირად უჩნდებოდა დაავადებები და ეს მოიხსნა მთლიანად უკვე თანამედროვე ტიპზე, იმიტომ თანამედროვე სტადიონები ყველა არის ქვიშაზე დაფუძნებული. ნუ ჩვენ მოვახდინეთ რამდენიმე კომპონენტის შერევა, ეს არის ტორფი, ცეოლითი, რომ ბალახის იმას კონდეს უნარი, ასე ვთქვათ, კარგი განვითარების და უკეთესი ზრდის. მოხდა ამის გაკეთება ბუნებრივია სპეცტექნიკით, არსებობს სპეციალური ლაზერი, რომელიც სპეციალური დონეების მიხედვით ასწორებს მთლიანად თვითონ ქვედაფენას და შემდგომ უკვე ჩამოვიდა უკრაინიდან ეს მინდვრის საფარი, საკმაოდ სწრაფად მოხდა ამის ტრანსპორტირება და შემდგომ უკვე რამოდენიმე დღის განმავლობაში, ფაქტიურად 3-4 დღის განმავლობაში მოხდა ამ საფარის დაგება. 2015 წელს ეროვნული სტადიონი ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომლისთვისაც ცალკე მოეწყობა განათების სისტემა. ეს სტადიონის მთლიანი განათების ხარისხსაც გააუმჯობესებს. მანამდე კი ახალი სარბენი პილიკების დაიგება. $1991 წლის 13 მაისი ყოველთვის დაუვიწყარი იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ეს იყო გამარჯვება, რომელმაც უსაზღურო სიხარული აჩუქა ყველას, განურჩევლად ასაკისა. ამ 5 წლის მანძილზე გუნდი უკვე მომზადებული იყო, რომ ევროპის თასი აგვიღოთ ერთ-ერთი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პირველობაზე თითქმის ყველაფერი მოვიგეთ და უკვე აი ერთმანეთი უნდა გამოგვეყენებინა ჩვენ ვოვა გუცაევის, დათო ყიფიანის, შოთა ხინჩიგაშვილის ამხელა ბრწყინვალე ფეხბურთელების ამათი შემოქმედება და ამათი აი ზუსტად ის დიდი ოსტატობა რომ ჩვენთან ერთად რო იყვნენ და იმ თამაშის შემდეგ 92-ში დათო ყიფიანი და შოთა ხინჩიგაშვილი თავი დაანება, ასე რომ მათ გარეშე ჩვენ ამდენად გაგვიჭირდებოდა ევროპის თასის აღება. ეს იყო ბრწყინვალე გუნდი. Хорошая атака наметилась на ворота «Динамо» Тбилиси. Грабе успеет. Да, успел к этому мячу. Удар в ворота, гол. ბევრი გამოცდილება ქონდა ესე თამაშების და არ დავიბენით, ან ხელები არ ჩამოუშვით. მით უმეტეს აი გუნდში როცა ლიდერები ყავს და როცა ძლიერი ინდივიდუალური ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომელმაც შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში რაღაცა შეცვალონ თამაშზე, რა თქმა უნდა გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. Шенгелия развернулся, идет к воротам, приблизился, прошел одного, отличная передача, ну, удар в ворота, гол, гол! Володя Гуцаев, молодец. Шенгелия тут сыграл отлично. Из-под острого угла Владимир Гуцаев низом, ближний от вратаря угол, забивает мяч в ворота Карл Сейса. И счет ничейный. 1-1. Все надо начинать сначала. გათანაბრდება ანგარიში, უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ კაი, ძირითადი დამთავრდება იქ შენი დამატებითი დროც არის, სადაც შეგიძლია გამოიყენო, ხო ის, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძლიერი ინდივიდუალურად ფეხბურთელი წვითავს ყველაფერს და გავსოთ ვიტალის გოლი, ხო, იქ ფაქტიურად ხო ინდივიდუალურად გაკეთებული ყველაფერი იყო, ხო, რომ 100-ჯერ რო ანახო ეგ ისა, 100-ჯერ იტყვი, რომ ეგ გენიალური გოლია და ესე შემდეგ. Команды стараются не рисковать. 4,5 минут до конца основного времени. И каждая ошибка может привести к поражению. ეს იყო მთელი ქართველი ხალხის აი გაერთიანება და გამთლიანება. იქ არავით არის არ მინდა ახლა ის დავიწყო, თან მით უმეტეს იმ გოლებში ორივე ერთი ვოვამ შეავდა, ერთი ვიტალიმ შეავდა, ორივე იყო სამხრეთოს, ერთი იყო ოსი, მეორე იყო აფხაზი და ორივე იყო ქართველები და ეს იყო მთლიანი საქართველოს დიდი გამარჯვება. Тараселия. Вошел в штрафную, ну можно бить. Обвел второго. Удар в ворота. Гол! 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 Виталий Тараселия за 3,5 минут до конца встречи забивает мяч в ворота Карл Сейса. 2-1. Вот великолепно. Двух обвел. И низом правый нижний от вратаря угол Виталий Тараселия выводит вперед динамовцев Тбилиси. ხალხისგან ყოველთვის ცნობდი სიფთბოს და სიყვარულს რა. ყოველთვის ქუჩაშიც რო გავდივარ ხოლმე თუ ვიღაცამ არ გვიცნობს და ვიღაცამ უთხრა რომ ისიც იმის მეუღლე, ისეთი სიხარული აქვთ სახეზე, ბედნიერები არიან. იმიტომ კი არა მე ვხედავ, იმიტომ რომ მე იმისი მეუღლე ვარ რა. იმდენად პატივცემა და იმდენად უყვართ ეს პატარა ბიჭი და იგივე ხდება ეკოჩამჭირეში რა. ეხლაც ვიცი რომ ის სასაფლაო რაც საფლავი ჩვენოში წელი არ ყოფილვართ. მიხედულია ასუფთავებენ და ჩვენი სკოლა სადაც ჩვენ ვსწავლობდით მეორე სასწავლო სკოლა, იმ სკოლის დირექტორი ყოველ შაბათს თურმე კაყავს ბავშვები და ეს სუბოდნიკი რო ქვია და იმ სასაფლაოს წმინდავენ და ასუფთავებენ. ალბათ ყველას დარჩა, მაგრამ მე არ ვიცი რა იქნება მეორე თაობა, მესამე თაობაც რომ მოვა. ეს ჩვენი ძველი თაობის ხალხი, მაგათ ყველას უყვარს ვიცი.
ეს იქნება ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია. გვინდა პატივი მივაგოთ ამ უდიდეს პიროვნებას, რომელიც ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო და ეს იცი თქვენ მაგის ისტორია სამწუხაროდ დაიღუპა ძალიან ადრე. მისი ცხოვრების მთავარი პრინციპი სიმართლე იყო. ეს კი საკმარისია, რომ ასეთი ადამიანის გშურდეს ოღონდ კეთილი შურით და სადღაც გულის სიღრმეში კაცი ალბათ ფიქრობდე კიდეც, ნეტო მსგავსი ამ ქვეყნად ბევრი დაიარებოდესო. მას ის თვისებები ჰქონდა, რომელსაც ვერასოდეს ისწავლი, ვერაფერში გაცვლი და ვერც ვერასოდეს იყიდი. ამ თვისებებით უნდა დაიბადო. ერთხელ უთქვამს, 13 ჩემთვის ბედნიერი რიცხვიაო. ოჩამჩირეში 13 ნომერ სახლში ვცხოვრობო, 13-ში დავქორწინდი, 13 მაისს გოლი გავიტანეო. 1982 წლის ესპანეთის ჩემპიონატზე ვიტალი დარასელია განაცხადში 13 ნომრიანი მაისურით იყო შეყვანილი. იყო კიდევ ერთი გოლი თბილისში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც მე-13 წუთზე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სწორედ ვიტალი დარასელიამ გაიტანა. 13 ყოველთვის გვეგონა რომ ჩვენთვის იყო ყველაზე კარგი ციფრები და აღმოჩნდა რომ ყველაზე ცუდი. 13 ნოემბერი ქორწილი დავქორწინდი 13 მაისს დაიწყო თამაში, 13 ნომრად ნაკრებში თამაშობდა. 13 დეკემბერი დაიღუპა 13 დღე ვეცებდით. ცამეტთან მას კიდევ ორი სამწუხარო რამ აკავშირებს. 13-ში ის საბედისწერო შემთხვევა მოუხდა უბისაში და მხოლოდ 13 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ვიტალის ირგვლივ 13-მა რიცხვმა მტერი და მოყვარე ორჯერ გააერთიანა. 1991 წლის 13 მაისს და 1992 წლის 13 დეკემბერს. ვიტალი დარასელიას წასვლით ბევრის გული დაცარიელდა. მე მგონი ყველა ჩვენ ფეხბურთელს ვინც აქ არის სუპერ ჩემპიონატზე წამოსული და მე მგონი ვინც დარჩა ყველას მოწონს ეს თამაში არგენტინის და ბრაზილიის თამაში, იმიტომ კაი ლამას ფეხბურთს თამაშობ და ნახტ ფეხბურთს თამაშობ. ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ვერც კი გაიგო, რომ ეს ვიღაც მთელი საქართველო იყო. ერთხელ უთქვამს, ბრაზილია და არგენტინა ნახტ ფეხბურთს თამაშობენ. ის კი არ იცოდა, რომ 1992 წლის 13 დეკემბრის შემდეგ მთელი საქართველო იტყოდა, რომ ნახტ ფეხბურთს თავად თამაშობდა და ცხოვრებაშიც, სიყვარულშიც და მეგობრობაშიც თავად იყო ნაღდი. მდგომარეობა. დაცმა. ვიტალი დარასელიამ გადანილი გოლის ავტორი. და ალბათ რა ვიცი, იქიდანაც გვიყურებს. მე ისე მგონია, რომ მიყურებს და მეუბნება რაც უნდა გავაკეთო და ბევრჯერ შეიძლება ვწდები, ახლა მე ადამიანი ვარ, მაგრამ ეს შვილები როგორც შემეძლო გაუზარდე, უკვე 4 შვილიშვილი ყავს. ნეტა ერთი თვალით მაინც ენახა, როგორები არიან. ნეტი არაფერი არ მინდა. ეს ოჩამჭირელი ბიჭი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლისთვისაც არ იყო საჭირო საქმეში ყოველთვის გამოევლინა საუკეთესო თვისებები. უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც ევალებოდა. აკეთებდა ცხოვრებაშიც და მინდორზეც. დიუსელდორფში კი მან საკუთარი ნიჭიცა და моვალეობაც 7 წამში чаатия. Я решил взять игру на себя. Давид Кипян хорошим пасом вывел меня на ударную позицию. Я остальное оставалось делать технику, в принципе. Я сделал Вас все, не смутило то, что рядом с вами было 4 защитников? Нет, ничего не смутило. Я об этом и не думал. Я думал, как найти ближайший путь к воротам, и нашел. ამ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე იგი დაფასდა ყველგან, სადაც კი ფეხი დადგა. იგი ახსოვთ და მისი სახელი ყოველთვის იმ ადამიანების გულებში დარჩება, რომლებსაც მხოლოდ სმენიათ, რომ 25 წლის განმავლობაში ამ ქვეყნად ცხოვრობდა ადამიანი, რომლის მთავარი პრინციპი სიმართლე, სიკეთის თესვა და ადამიანებისათვის ბედნიერების მოტანა იყო. იყო, არის და იქნება ასეთი ოჩამჭირელი ბიჭი, ვიტალი დარასელია. იყო უდიდესი ტალანტი ფეხბურთში. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგის სახელი ერქმევა ჩვენ აკადემიას ვიტალი დარასელიას.
ეს სახელი და გვარი განსაკუთრებით ხშირად ისმოდა 2002 წელს, როცა გუნდს სათავეში ხორვატი ივო შუშაკი ჩაუდგა. დინამოს ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად მაშინ უმცროსი ვიტალი დარასელია იქცა. გუნდმა კვლავ დაიბრუნა ჩემპიონის ოქროს მედლები, მოიგო საქართველოს თასი, მოიგო დსთ-ის თასი და ყველაფერი ეს ძალიან ლამაზად და დამაჯერებლად გააკეთა. შემდეგ კი დინამოს სათავეში გია გეგუჩაძე მოვიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა წარმატებას მიაღწია და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. დინამოს ისტორიაში იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც გუნდში ერთბაშად რამდენიმე ნიჭიერმა და დიდი საფეხბურთო მომავლის მქონე ფეხბურთელმა მოიყარა თავი. დინამოს დამთავრების თითქმის ყველა წარმომადგენელმა კარიერა უცხოურ გუნდებში განაგრძო და ტიტულოვანი კლუბების მაისურიც მოირგო. შოთა არველაძემ კარიერის მანძილზე ისეთი გუნდების ღირსების დაცვა მოასწრო, როგორიც აიაქსი და რეინჯერსია. Rangers with Avalanza. Wonderful goal from Shota Avalanza. 3-0 Rangers, 14 minutes into the second half. That's a super strike. He may have missed the last chance, but I tell you what a finish this is. გიორგი კინკლაძის მიერ ინგლისში გატანილი გოლები დღემდე საუკეთესოთა შორის იმკვიდრებს ადგილს და იყო დრო, როცა კინკლაძის შესაძლებლობებზე თბილისის დინამო. თბილისის დინამო ასე რომ ვთქვათ, არა მარტო ჩემთვის, ზოგადად ყველა ახალგაზრდისთვის და მე ვფიქრობ დღესაც მომავალი თაობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი თავისი წარსულით, ასე რომ ვთქვათ, ისტორიით, რომელიც ამ გუნდს გააჩნია და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ მე სამტრედიის რაიონში დავიბადე, იქ გავიზარდე, ფეხბურთსაც იქ თამაშობდი და უბრალოდ თბილისის დინამო ჩემთვის იყო რაღაც აი მიუღწეველი ფეხბურთელები, რომელიც ამ გუნდში თამაშობდნენ. ეს იყო ჩემი კუმირები, ავიღოთ იგივე ჩივაძე, სულაქველიძე, დათო ყიფიანი, ძალიან წარმატებული გუნდი, წარმატებული თაობა იყო და ვერც კი წარმომედგინა თუ დადგებოდა ის დღე, რომ ერთ დღეს მე ვითამაშებდი თბილისის დინამოში, ვიქნებოდი თბილისის დინამოს, ასე რომ ვთქვათ, ფეხბურთელი. დინამოდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრამ მის კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. განსაკუთრებით კი იტალიელებთან შეხვედრამ, როცა კალაძე მინდორზე ტრავმირებული ცხადაძის ნაცვლად შევიდა. კრისტიან ვიერის წინააღმდეგ შესანიშნავმა თამაშმა მისი კარიერის კიევის დინამოში გაგრძელებას პეჭედი დაუსვა. მერე კი იყო დაუწყარი წლები მილანის რიგებში და გამარჯვებები, რომლის ხარჯზეც კახა კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა. თბილისის დინამოს დამსახურება ის ჩემი ჩატარებული თამაშები UEFA-ს თასზე თბილისის დინამოსთან ერთად და ასევე ეროვნულ ნაკრებში ჩემი გამოჩენა ეს ბატონი დათო ყიფიანის დამსახურება, რევაზ ზოძუაშვილის, ალექსანდრე ჩივაძის ეს ადამიანებია, რომლებიც მაშინ მწვრთნელები იყვნენ სხვადასხვა დროის მონაკვეთში ეროვნული ნაკრების და თბილისის დინამოს. ასე რომ თბილისის დინამო იყო ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ტრამპლინი. 2010 წლიდან კი დინამოს ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ეტაპი აღშენებლობის, განვითარებისა და დიდი გამარჯვებების. მიზანი არის გუნდში ერთი, ეს არის მხოლოდ გამარჯვებები. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს შიდა ასპარეზზე და რა თქმა უნდა მე სურვილი გვაქვს გუნდი ისე გაძლიერდეს, რომ უკვე ევროპაზეც იყოს გამარჯვებები, რასაც ასე მონატრებული არის ქართველი გულშემატკივარი. რის ხარჯზე, რა თქმა უნდა ვიტყვი იმის ხარჯზე, რომ პირველ რიგში პირობები, საწვრთნელი პირობები აქვს გუნდს საუკეთესო საქართველოში. იმედი მაქვს და ვიცი რომ გუნდში არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, გვყავს ასევე ნიჭიერი თაობა, რომელიც მომავალში შეავსებენ გუნდს. და რაც თავარია გუნდში უნდა იყოს ის განწყობა, რომელიც აუცილებელია გამარჯვებისთვის. სიღმის საცნო ბაზაზე გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინეს, უმცროსი დუშან უჰრინი. სპეციალისტი, რომელიც არ ფარავს დინამოს მიმართ სიმპათიებს, მოხარულია თანამდებობაზე დანიშვნით და მინიმუმ მამის, უფროსი დუშან უჰრინის წარმატების გამეორებას გეგმავს. 79 წლის უჰრინი თბილისის დინამოს 2006-2008 წლებში წვრთნიდა და ბოლოს სწორედ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოქროს მედლები მოიპოვა. რაც შეეხება მის ვაჟს, 45 წლის უმცროსი უჰრინი მუშაობდა პრაღის ბოჰემიანში, ბოლესლავის მლადაში, ტიმიშოარას პოლიტექნიკაში, კლუშში, ლიმასოლის აელში.
უმცროსი უჰრინის კარიერული წინსვლა ბოლესლავის მლადაში დაიწყო. გუნდი ჩაიბარა მაშინ, როცა ჩეხეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის პირას იმყოფებოდა. მეორე სეზონში კი მლადა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონობამდე დააწინაურა. UEFA-ს თასზე გაიყვანა და სახელი მარსელის ოლიმპიკის ასპარეზობიდან გამოგდებით შეიქმნა. ნელი, რა თქმა უნდა, ირჩევა თავისი შედეგებით, ირჩევა პიროვნული თვისებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არის ლატარია. იმიტომ რომ ხშირად გვინახავს, რომ ძლიერი მწვრთნელი მისულა გუნდში და შედეგი არ ყოფილა. იქ რა თქმა უნდა ხდება შეუთავსებლობა ან ფეხბურთელებთან, შეიძლება კლუბის დირექციასთან და ასე შემდეგ. და რაც შეეხება დუშან უგრინს, უბრალოდ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით მისი მუშაობის სტილი, ვიცოდით მისი სათამაშო სისტემა, თუ როგორ ფეხბურთს აინჭებს უპირატესობას, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პირადი ურთიერთობა, ვინაიდან იცით, რომ წლების განმავლობაში მისი მამა მუშაობდა ჩვენ კლუბში, მე ვთვლი, რომ ძალიან წარმატებულად მუშაობდა, იმიტომ რომ მან დიდი სამუშაო შეასრულა კლუბში. ფაქტიურად იცით იმ პერიოდში დინამოს არ ედგა კარგი პერიოდი, მაგრამ მან შეძლო გუნდის ისე აშენება და ისეთი სულისკვეთების შთაბერვა გუნდისთვის, რომ გუნდმა ჩემპიონობა მიაღწია და სწორედ ბოლო ჩემპიონობა საქართველოში მისი ხელმძღვანელობით მოხდა. დინამოს წინადადებას მამაჩემთან კონსულტაციის შემდეგ დავთანხმდი, რომელმაც აქ 2 წელი იმუშავა. საკმაოდ კარგი გუნდი გააკეთა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. პირველ ყოვლისა მან ქართველი ხალხი დადებითად დამიხასიათა და მას სურდა, რომ მე კონტრაქტი გამეფორმებინა. ყველა მიცის, რომ დინამო დიდი გუნდია, ამიტომ ეს წინადადება ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა. დინამოს ყველა პირობა აქვს შექმნილი და ახლა მხოლოდ წარმატებაზე უნდა ვიზრუნოთ. ჯერ შიდა ჩემპიონატში, შემდეგ კი უკვე საერთაშორისო არენაზე. ფეხბურთელმა უნდა იცოდეს მას რა ევალება, რისთვის იღებს ხელფას და უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მისი სამსახური არის ძალიან რთული და ძალიან ძნელი. ხშირად ბევრს გონია, რომ ფეხბურთელი ხელფას აიღებს და შეძლებს სხვა საქმითაც იყოს დაკავებული ან გაერთოს და ასე შემდეგ. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ფეხბურთელი ძალიან ძიმე პროფესია და თუ ეს პროფესია შენ აირჩიე, კეთილი უნდა ინებო და მთელი შენი ცხოვრება, სანამ ფეხბურთში ხარ, უნდა დაუთმო სწორედ ამ საქმიანობას. თუ ჩვენ გსურს ჩემპიონობა და წარმატების მიღწევა, პირველ რიგში გუნდის მტკიცე ხასიათის ჩამოყალიბებაზე უნდა ვიზრუნოთ. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებზე მეტად სწორედ ხასიათი განაპირობებს წარმატებას. ხასიათს უნდა შეუთავსოთ სწორად გამართული სათამაშო ტაქტიკაც და ეს იქნება გამარჯვების გარანტი. სამუშაო ბევრი გვაქვს და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებას დაგვჭირდება, რათა ახალი გუნდის შენება დავიწყოთ. დინამო ნაიკის ფორმით შეიმოსება. რებრენდინგის პროცესი დინამოში წინა წელს დაიწყო. დინამოსთვის ახალი იმიჯის შექმნაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სააგენტომ ინტერბრენდმა იზრუნა. ინტერბრენდი საფეხბურთო სამყაროში ცნობილი კომპანიაა. ტურინის იუვენტუსი, დონეცკის შახტარი, ყაზანის რუბინი. ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა იმიჯის განახლებაზეც ინტერბრენდმა ბოლო წლებში იმუშავა. შვეიცარიულმა კომპანიამ შეისწავლა როგორც გუნდის, ასევე ქალაქის ისტორია და ფასეულობები. შედეგად შეიქმნა იმიჯი, რომელიც დინამოს მომავლის სიმბოლოდ იქცევა. ტრადიციული ფერები, ლურჯი და თეთრი, რომლის შერწყმაც ინტერბრენდის დიზაინერებმა მიმინოსთან, თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან მოახდინეს. დინამო თბილისი ეს ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბი აქ მოხვედრა რა ძალიან ისეთი არის რა. რაც შეეხება ჩემ დინამოს ჩარიცხვას, ეს იყო რავი, რაღაც ახდენილი ოცნებასავით და ძალიან დიდ სიხარულს უკავშირდება ჩემ დინამოს ჩარიცხვა. პირადად ჩემთვის თბილისის დინამო კლუბზე მეტი არის. ფაქტიურად როგორც საკუთარ ოჯახში ისე ვქნებ თავს და ბავშვობიდანვე დიდი ოცნება მქონდა, სურვილი მქონდა, რომ თბილისის დინამოს რიგებში ჩავრიცხულიყავი და მადლობა ღმერთს, რომ ეს ოცნება ამიხდა და დღეს დინამოს წევრი ვარ. ფაქტიურად 7 წელია, რაც დინამოს რიგებში ვირიცხები და ესე ვთქვათ, როგორც ფეხბურთელი თბილისის დინამოში ჩამოყალიბდი და მიხარია, რომ ჩემ რაღაც პატარა წვრის შევიტან დინამოს წარმატებაში. ეს არა მარტო ჩემთვის, ნებისმიერ ქართველისთვის არის ოცნების კლუბი. იმიტომ რომ აქ თამაშობდნენ ძალიან ცნობილი და დიდი ფეხბურთელები. და ჩვენც მათ კვალს ვადგავართ და ვცდილობთ, რომ სახელი უფრო გაუმჯობესოთ და უფრო წარმატება მოუტანოთ კლუბს. ჩემი ბავშვობიდან კიდევ ოცნება იყო, რომ აქ მეთამაშა და ეს ოცნება კიდევ ამისრულდა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და როდესაც თბილისის დინამოში მოხვდები, ალბათ ის ოცნება, რაც ქართული ფეხბურთისთვის ადამიანს გააჩნია, ალბათ ახდენილი ექნება.
ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. მე დღეს თბილისის დინამოს ღირსებას ვიცავ. გუნდის, რომელიც თუ ვალენსიას არ ჩავთვლით, საუკეთესოა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. დღეს დინამოს ყველა პირობა აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს. შესანიშნავი საწვრთნელი ბაზა და პირობები გაგვაჩნია. გუნდიც საკმაოდ ძლიერია. ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ ჩემპიონობაც მოვიპოვოთ, მოვიგოთ თასიც და ევროს RBL-ზეც ვიასპარეზოთ. პირობებიდან და ხელმძღვანელობის საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დინამო იმსახურებს იმას, რომ საერთაშორისო არენაზე ხალხმა უკეთ გაიცნოს. დინამო გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ბავშვები, რომლებიც ივარჯიშებენ და გაიზრდებიან ჩვენ აკადემიაში, მოვლენ დინამოში. მხოლოდ მაშინ მიაღწევს დინამო დიდ მისნებს რა, არ მინდა ვილაპარაკო ეტაპებზე. ამიტომ ამას უნდა დრო. მესმის, რომ კომაგებს ხვალ უნდა, რომ დინამომ თასი ჩამოიტანოს, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ამიტომ მე ჩემი აზრი არის, ეს არის სადღაც 5-6 წლის პერსპექტივა. 5-6 წლის მეტი არა, მეტი უფლება არ აქვს. აკადემია აქამდეც იყო დინამო თბილისში და ბევრ კლუბსაც აქვს აკადემია, რასაც ქვია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ჭაბუკები თამაშობენ, მაგრამ ჩვენი აკადემია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ იქნება საუკეთესო პირობები, იქნება საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო კორპუსი. მიმდინარეობს უკვე ძალიან აქტიურად მშენებლობა მთელი აკადემიის ტერიტორიაზე. აქ დაგეგმილია 3 მინდვრის გაკეთება, ანუ ერთი იქნება სტანდარტული ზომის, 2 ცოტა ნაკლები, ხელოვნურ საფარიანი უმაღლესი ხარისხის პოლიტანის საფარი გამოიყენება, რომელიც დღევანდელი სტანდარტებით არის ერთ-ერთი საუკეთესო და რაც თავარია ბავშვებისთვის საუკეთესოდ მორგებული, რათა მათი განვითარება მოხდეს სწორედ და კუნთების და მთელი სხეულის ჩამოყალიბება იყოს ისე, როგორც სტანდარტებით და წესით და რიგი არის. უნდა ვთქვათ, რომ ყველა ჩვენი ასაკობრივი გუნდი საუკეთესოა დღესდღეობით საქართველოში, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. რა თქმა უნდა, ეს პირობები, რაც იქნება მომავალში ჩვენს აკადემიაში, ეს სწორედ ის არის, რომ ფეხბურთელს შეიძლება პროფესიონალად ჩამოყალიბება. ქვედა, ასე ვთქვათ, -1 სართულზე მოეწყობა მთლიანად საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ანუ გასახდელები, ექიმის ოთახი, მასაჟის ოთახი, სხვადასხვა ეკიპირების ოთახები და ასე შემდეგ და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მოხდება ამ გასახდელების განაწილება და ასევე დუბლ შემადგენლობისთვის. შემდეგ თვითონ უკვე 0 სართულზე მოეწყობა ოფისები, სადაც განთავსდებიან მწვრთნელები და აკადემიის პერსონალი, ასევე მოეწყობა დიდი სასადილო, სადაც ბავშვები შეძლებენ კვებას და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ბავშვებთან კვება მოხდეს სწორად და იმ, ასე ვთქვათ, კალორიებით და ვიტამინებით, რომელიც აუცილებელია ამ დროს. აქედან გამომდინარე, სწორედ საწვრთნელი პროცესი და ინფრასტრუქტურა აქვს გუნდს ისეთი, რომ იმის წინაპირობას იძლევა, რომ ფეხბურთელი აქ შეძლებს გაზრდას და ჩამოყალიბებას. იქნება 2 ტიპის სწავლება. ერთი სტანდარტული დინამოს აკადემია, სადაც მოხდებიან საუკეთესოები და ბუნებრივია ეს იქნება თავიდან ბოლომდე უფასო, იმიტომ რომ დინამო დაინტერესებული არის, რომ მისი ფეხბურთელები გაიზარდონ სწორად, როგორც ვარჯიშის კუთხით, ასევე კვების კუთხით და იქ ყოველთვის მოხდებიან საუკეთესოები. ეს სელექციაც აბსოლუტურად ობიექტურ ფაქტორებზე იქნება დაფუძნებული და შესაბამისად მოხდება ამის შერჩევა. მეორე პარალელურ რეჟიმში იფუნქციონირებს ასევე სკოლა, რომელიც სავარაუდოდ იქნება ფასიანი, ასევე სხვადასხვა ასაკების მიხედვით, იქ უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, რომ ბავშვი ატაროს, თუ კი იმ სკოლიდან ბავშვი მიაღწევს იმ კონდიციებს, რომ უკვე შეუძლია მოხვდეს დინამოს აკადემიაში და არის, ასე ვთქვათ, იმ სათამაშო დონეზე, რომ გადავიდეს აკადემიაში, ბუნებრივია ეს აბსოლუტურად შესაძლებელი იქნება. დინამოს ბაზაზე ლესელიძეში, რომელიც პრინციპში დინამოსია, დღეს იქ ვერ ჩავდივართ, მაგრამ ახლო მომავალში ჩავალთ. ძალიან ახლო მომავალში. და გვექნება მშვენიერი ბაზა, ლესელიძე სპორტი,
განთქმული ბაზა, სადაც ჩამოდიოდა მთელი საბჭოთა კავშირიდან გუნდები. შემიძლია ვთქვა, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ალბათ ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება და მე დინამო ძალიან ბევრ რაღაცას მიაღწევს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დინამოს ბაზა, სადაც ჩვენ უყურებდით ამ ვარსკვლავების თამაშს, ჩვენი ვარსკვლავების. კაბელია, იფიანი, გუცაევი, შენგე, ყველა მთელი ეს პლიადა. წლიდან წლამდე ჩვენ დავდიოდით ამ ბაზაზე და ტკბებოდით ამ მაგათი ყურებით. ვარსკვლავები რა პირდაპირ მნიშვნელობით. კი, იყო ეს დრო და აი მაქსის ესეთი შეგრძნება რომ ძალიან მალე ჩვენ იმ ბაზასაც გავუკეთებთ ასეთ კაპიტალურ რემონტს.